18 საათი ისტორიულ მატჩამდე ტრაბზონში ქართველი და რუსი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან. თურქეთში ნელ-ნელა იკრიბებიან გულშემატკივრებიც. 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე 5700 დამსწრე ქართველი იქნება. ტრაბზონში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ლევან ჩხაიძეც, რომელსაც სამზადისის დეტალებით პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩავთავთ. ლევან, რა ხდება ამ წუთებში ტრაბზონში? რამდენიმე დღიანი წვიმის შემდეგ ტრაბზონში გამოიდარა საქართველოს ნაკრები. აგრძელებს ტრაბზონის სპორტულ კომპლექსში მზადებას ის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის სპორტჟღალოსნებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მოგესალმებათ, რომ მამუკა გორგოძე და აქვსენტი გიორგაძე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ და ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ბიძინა სამხარაძემ და სავარაუდოდ ვერც ის დაეხმარება გუნდს რუსეთთან შეხვედრაში. დღეს აქჩაბაათის სტადიონზე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ გუნდები. რუსები გუშინ ჩამოვიდნენ ტრაბზონში და ცნობილია, რომ მათ რიგებში არ იქნებიან წარმოშობით ქართველები გიორგი მინაძე და კარლო მაღლაკელიძე. თავი წვნელი ნიკოლაი ნერუში ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები არის ძალიან ძლიერი მეტოქე და წარმატების მიღწევა რთული იქნება. რაც შეეხება გულშემატკივარს, კომაგები ეტაპობრივად ჩამოდიან უკვე და ტრაბზონის სასტუმროებში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს-რუსეთის დაპირისპირება ხვალ ტრაბზონის აქჩაბაათის სტადიონზე თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. უფრო ცვლად ჩვენ ამ თემაზე ქრონიკის მომდევნო გამოშვებებში ვისაუბრებთ. ტრაბზონიდან პირდაპირ ეთერში ტელეფონით ლევან ჩხაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ისტორიულ მატჩს თბილისში დარჩენილები სპორტის სასახლიდან უგულშემატკივრებენ. ადგილზე დიდი მონიტორი დამონტაჟდება, თამაშის ყურება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ქართული და რუსული ნაკრებების შერკინება დოკუმენტურ ფილმშიც აისახება. სტუდია ფორმულა კრეატივი მატჩზე ფილმის გადაღებას გეგმავს. ჯგუფის ძირითადი ნაწილი ფორმულა კრეატივის წასული არის უკვე იქ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. მეც გამომგზავრები რამოდენიმე ხანში, იქ გადავიღებ თამაშსაც, იქ ჩავწერთ ინტერვიუებსაც, იქ იქნება ასევე გულშემატკივრების ემოციების აღწერა ამ ფილმში. ქალაქ თბილისის მერიამ გაითვალისწინა გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილის მდგომარეობა და ამისთვის სპეციალურად სპორტის სასახლეში დაიდგმება დიდი ეკრანი და ყველას ვთხოვთ, რომ მობრძანდეს. იქნება უკვე 2 საათიდან დაველოდებით გულშემატკივარს.